გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება შევამოწმოთ ჩვენს Facebook-ზე ვინმე არის შესული თუ არა, ან ვინ იყო ზოგადად შესული, ვინმე იყენებს თუ არა და ასე შემდეგ. კარგი, მოდი გადავიდეთ Facebook-ზე და გადავიდეთ Facebook-ის პარამეტრებში. აქ არის პარამეტრები და უსაფრთხოება. შემდეგ გავირჩიოთ პარამეტრები. და შემდეგ გავირჩიოთ იხილეთ მეტი ანგარიშების ცენტრი. დავაჭიროთ მასზე. აქ არის უკვე სხვადასხვა პარამეტრები, ასევე არის პაროლი და უსაფრთხოება. დავაჭიროთ პაროლი და უსაფრთხოებას. და შემდეგ აქ არის სად ხართ ავტორიზებული. ვაჭერთ მასზე. შემდეგ ვირჩევთ ჩვენს Facebook-ს. და აქ არის ესეთი რამ, ანუ ჩვენი მოწყობილობა, ანუ რა ტელეფონიც ჩვენ გვაქვს და რითაც ვიყენებთ Facebook-ს, არის Samsung Galaxy A03. ასევე აქ არის სხვა მოწყობილობებიდან ავტორიზაციები. თქვენთან თუ აქ ჩამონათვალში არის რამოდენიმე ტელეფონები და თუ არ არის Galaxy A03 და არის სხვა მოწყობილობები, დააჭერთ ყველას არჩევას. აიჩევთ ყველას და გამოვაგდეთ ყველა მოწყობილობიდან. როდესაც აი ესეთ ფორმატად აქცევთ, როგორც ახლა თქვენ ხედავთ, ესე უნდა აქციოთ თქვენი ეს Facebook-ის შესulis ფორმა, ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემი ტელეფონი ჩანს, მაგრამ მაგ თუ რაიმე სხვა მოწყობილობები იქნება, ყველა უნდა გამოვაგდოთ, აქ არის ყველას არჩევა, დააჭერთ ყველას არჩევას და გამოიყვანთ ყველა მოწყობილობას. ამის შემდეგ აუცილებლად შეცვალეთ პაროლი, აქ არის პაროლის შეცვლა. შეიყვანეთ თქვენი Facebook-ის პაროლიც გაქვთ, აქ ახლები შეიყვანეთ, ან თუ არ გახსოვთ და გავიწერეთ პაროლს დააჭირეთ, მოგივათ თქვენს ტელეფონზე კოდი შეიყვანეთ და დააყენებთ ახალ პაროლს. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი.